სალამი სერ. სალამი. დღეს რაზე ვსაუბრობთ? დღეს მე ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ ვისაუბრებთ ლუკას სახარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანმიმდევრულად არ მივდევთ ამ წიგნების განლაგებას ახალ აღთქმაში, ვფიქრობ, რომ ლოგიკურია და გამართლებული. იმ თვალსაზრისით, რომ მკითხველმა უფრო მკაფიო წარმოიდგინოს, რასთან გვაქვს საქმე, რა სახის ლიტერატურასთან გვაქვს საქმე. ოკეი, ვინ არის მაშინ ლუკა ექიმი? პირდაპირ გითხავთ. ნედა ასეთი ადვილი იყოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ლუკა ექიმი ასეთი პერსონაჟი ნამდვილად არის ქრისტიანულ საღვთო წერილში. იგი მოიხსენიება პავლეს წერილში კოლოსელთა მიმართ და ასევე პავლეს წერილში ფილიმონის მიმართ. ლუკა ექიმი ასოცირებული იყო პავლე მოციქულთან. რატომ ეძახით საერთოდ ლუკა ექიმს? მე მგონი ეგეც უნდა ავხსნათ. კი ბატონო. სწორედ ამ პირველ წერილში, რომელიც კოლოსელთა წერილია, ლუკა მოიხსენიება როგორც საყვარელი ექიმი. და ამიტომ ვიცით, რომ ლუკას პროფესია აქვს ექიმი. ოღონდ საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად არის ის ლუკა ამ სახარების ავტორი, ეს ბევრად უფრო რთულია. ჯერ პირველად უნდა მივყვეთ იმ საკითხს, რომ პავლეს წერილებში ნამდვილად არის ნახსენები ლუკა ექიმი. მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს ნამდვილად ავტორი ამ წიგნისა. ოღონდ ჩვენ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ამავე ავტორს, ვინც დაწერა ლუკას სახარება, მისივე კალამს ეკუთვნის მოციქულთა საქმეები. ასე რომ ამ კაცმა, ან ქალმა, არ ვიცით, უფრო კაცმა ვიდრე ქალმა, შექმნა ორტომეული ნაწარმოები, რომელიც ლინგვისტურად, ლიტერატურულად, სტილისტურად ყველაზე უკეთესი ლიტერატურული ნაწარმოებია მთელ ქრისტიანულ საღვთო წერილში. ჩვენ არ ვიცით ეს ვინ იყო, მაგრამ ავტორობა მიეწერება ლუკას იმის გამო, რომ ლუკა იყო პავლესთან ასოცირებული ადამიანი, პავლეს წერილებში მოიხსენიება და ასევე, რაგით ჩვენ ვლაპარაკობთ ორ წიგნზე, ერთი არის რასაც ვეძახით ლუკას სახარებას და მეორე რასაც ვეძახით მოციქულთა საქმეები, ეს ორივე წიგნი ეკუთვნის ერთ ადამიანს. პირველ წიგნში ლაპარაკი არის იესოს ცხოვრებაზე და ამას მოუბრუნდებით, როდესაც უშუალოდ ლუკას სახარებაზე გადავთ, ხოლო მეორე ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება იესოს მოძღვრება მთელ მსოფლიოში. ბოდიში გაგეწყვეტინებთ. დიახ. ძალიან საინტერესო იყო ეს მიმოხილვა. მაგრამ აი წარმოიდგინეთ, მე ვარ ერთი დაღლილი ქართველი ადამიანი, რომელიც სახლში ბრუნდები და აღარაფრის თავი აღარ მაქვს. Okay. იმიტომ რომ ხელფასი 800 ლარი მაქვს, ტელევიზორში ერთ არხზე მეუბნებიან თეთრზე რომ შავია, მეორეზე მეუბნებიან შავზე რომ თეთრია. და ამ დროს ცოტა რთულია ხოლმე, რომ რაღაც მაღალ მატერიებზე იფიქრო. ოკეი, მოდი იგივე ვთქვათ მარტივად. ამას ამბობთ? კი ბატონო. ოკეი. ვინ არის ამ წიგნის ავტორი? ჩვენ არ ვიცით. პირველი 100 წლის განმავლობაში ამ წიგნის დაწერიდან არავინ არ იცოდა ვინ იყო მისი ავტორი. წიგნი დაიწერა პირველი საუკუნის 80-იან წლებში, დაახლოებით 85-86 წლებში. მაგრამ ამ წიგნს ყავს თავისი მეწყვილე. ამავე წიგნის ავტორს ეკუთვნის მეორე წიგნი მოციქულთა საქმეების სახით, სადაც ავტორი ერთ შემთხვევაში, როდესაც საუბრობს პავლეს შესახებ, პავლე მოციქულის შესახებ და მთავარი გმირი მოციქულთა საქმეების არის პავლე მოციქული, ამ შემთხვევაში, როდესაც საუბრობს ძირითადად მესამე პირში, გადავა პირველ პირში. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ავტორი თითქოს მონაწილე იყო იმ ამბებისა, რაც პავლეს გადახდა. ამან დაბადვა სწორედ კითხვა, რომ ვინ შეიძლება იყოს ავტორი ამ წიგნისა. ავტორი არ ვიცით, მაგრამ მეორე წიგნში, ამავე ავტორის წიგნში, ავტორი გადადის მესამე პირი და პირველ პირში. ჩვენ მივედით, ჩვენ ვნახეთ
და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ ერთი წიგნით და მეორე წიგნით განწყობილი არის ძალიან კოსმოპოლიტურად, ორივე წიგნის მიზანია, რომ გითხრას, რომ იესოს მოძღვრება ეკუთვნის არა მარტო ებრაელ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელობის სიახლში მოვიდა, მოევლინა, იცხოვრა და აღასრულა თავისი ცხოვრება, არამედ მთელ მსოფლიოს. ამის გამო გაჩნდა იმისი ვარაუდი, რომ ხომ არ არის ეს ადამიანი პავლესთან დაახლოებული პირი, რომელიც არ არის ებრაელი. და როდესაც დაიწყეს ფიქრი, რომ ვინ იყვნენ პავლესთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც ებრაელები არ იყვნენ, დავიდნენ სამ ადამიანამდე. ერთი არის ეპიფრასი, მეორე არის დიმასი, მესამე არის ლუკა. დიმასი არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ მოციქულთა საქმეების მიხედვით, ასე პავლეს წერილების მიხედვით, აღმოჩნდება, რომ დიმასი და პავლე წაეკიდებიან ერთმანეთს და დიმასი დატოვებს პავლეს. ეპიფრასი არ გამოდგება იმის გამო ავტორად, რომ ეპიფრასი იყო კოლასეს ეკლესიის დამაარსებელი. რისი ბოდიში? კოლასე. რა არის ეს? კოლასე იყო ქალაქი, ოკეი. რომელშიც ეკლესია დაარსდა. ამ ეკლესიას პავლე წერს წერილს და ამ კოლასეს ეკლესიის წინამძღოლი იყო. და თუ ავტორი მართლაც ეს არის ეპიფრასი არის, ის რა თქმა უნდა არ გაუშვებდა შანსს ხელიდან, რომ როდესაც ლაპარაკობს ის მოციქულთა საქმეებზე, პავლეს საქმეებაზე, ეხსენებინა კოლასეს ეკლესია, არ ახსენებს. ასე რომ ეპიფრასის გამოერიცხა. დარჩა ლუკა, რომელიც ექიმი არის, ებრაელი არ არის ნამდვილად და შესაბამისად იმის გამო, რომ ამ წიგნს აქვს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება, რომ იესოს მოძღვრება დააკავშიროს მთელ სამყაროსთან, არაებრაულ სამყაროსთან, ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ლუკა ექიმი. სხვაგანაც ვიცით რამე ამ ლუკას შესახებ? სხვა ჩვენს ადრინდელ ქრისტიანულ წყაროებში ძალიან ცოტა არის ცნობილი. ჩვენ გვაქვს წერილები, პავლეს წერილებში არის ნახსენები ლუკა. ოღონდ ავტორი თვითონ ამ წიგნებში არც მოსახარებაში და არც მოციქულ საქმეებში არ იძახის, რომ ის არის ავტორი. ანონიმურია ერთი წიგნიც და მეორე წიგნიც. პირველი 100 წლის განმავლობაში ლუკას სახარება გამოიყენებოდა ქრისტიანულ ლიტერატურაში ავტორის გარეშე. მაგალითად, ჩვენ გვაქვს მეორე საუკუნის შუანახევრის იუსტინე მარტირის ნაწარმოები, სადაც ის ახსენებს და ციტირებას აკეთებს ლუკას სახარებისა. ოღონდ არ იძახის, რომ ლუკას სახარება არის. მხოლოდ დაახლოებით 180 წელს, ანუ მეორე საუკუნის ბოლოს გამოჩნდება მურატორიუმის კანონი, სადაც ჩვენ გვაქვს სია იმ წიგნებისა, რომელსაც ქრისტიანები თვლიდნენ, რომ უნდა ჩათვლილიყო როგორც მათთვის ავტორიტეტული. ამ ავტორიტეტული წიგნების სიაში პირველად გამოჩნდება ლუკა როგორც სახარების ავტორი და მას შემდეგ ის დარჩება როგორც სახარების ავტორი. თუმცა მოსახერხებლობისაც რა თქმა უნდა ვეძახით ლუკას სახარებას, სახარების ციტირებისას ვამბობთ, რომ ეს ლუკას სახარება არის, მაგრამ მეცნიერული, ისტორიული და კრიტიკული პერსპექტივიდან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წიგნი შეუძლებელია დაწერილი იყოს ლუკას მიერ. ერთს ვიტყვი, ჩვენ როცა ამ ტექსტებზე და წიგნებზე საუბრობთ ხოლმე, სულ რაღაცნაირად მისტიფიკაციას ვახდენთ ამ ყველაფრის და გვავიწყდება, რომ ტექსტიც მისი ადგილიც ქრისტიანულ რელიგიაშიც ეს ყველაფერი შექმნილია და განსაზღვრულია ისეთივე ადამიანების მიერ, როგორიც ჩვენ ვართ. და აი ახლა რო წარმოვიდგინოთ მეორე საუკუნის ბოლოს, პირობითად ჩვენ ხო ყავს ხა რაღაც, ვთქვათ, წმინდა სინოდი, იმ დროინდელი ეს თავარი კაცები ქრისტეს ეკლესიის იკრიბებიან და ადგენენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, როგორც ჩვენთან სკოლაში არის, ხო, რომ აი ეს ტექსტი შევიტანოთ ჩვენ მე-9 კლასის ქართული სახელმძღვანელობაში. ეს ტექსტი არ შევიტანოთ. მოდი მარკოზი შევიტანოთ, მაგრამ თომა არ გვინდა. ხო და
ჯერ ის მხარი ძალიან უტრირებას ხო არ ვაკეთებ. არა, შესანიშნავია. მაშინ ეხა ეგ მაინტერესებს ზუსტად რომ აი იმ პერიოდში მეორე საუკუნის ბოლო არის. ამ ადამიანებს ჯერ რა ავტორიტეტი აქვთ ისეთი რომ ან საკუთარ თავს ამის უფლებას როგორ აძლევენ რომ ქრისტეს მიმდევრების ვიღაც კონკრეტული ადამიანის ტექსტები უარყონ და ვიღაც კონკრეტული ადამიანის ტექსტები დააწინაურონ. ერთი რომ ამის უფლებას როგორ აძლევენ საკუთარ თავს, მე ცოტა გამიჭირდებოდა გულწრფელად რომ ვთქვა. და მეორე ბოდიში ბარემ დავასრულებ რატო ხდება ლუკა აი ამ თავარ 4-ში. ეს არის გენიალური კითხვა. როდესაც ქრისტიანებმა დაიწყეს სახარებების წერა, პირველი იყო მარკოზის სახარება. და როცა პირველი სახარება რო შეიქმნა, იმის მერე არ დამთავრებულა წელი. სულ დაახლოებით 40 სახარება დაიწერა მარტო. ათეულობით მოციქულთა საქმეები, პეტრეს საქმეები, პეტრეს გამოცხადება, ხილვები და ასე შემდეგ. უამრავი ტექსტი შეიქმნა. მეორე საუკუნის ბოლოსათვის დაიწყო სწორედ ეს პროცესი, როდესაც უნდა ეთქვათ, რომ რომელი უნდა ყოფილიყო აღიარებული და რომელი არ უნდა ყოფილიყო აღიარებული, იმის გამო, რომ ეს იყო უზარმაზარი კორპუსი ნაწარმოებებისა. არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, სადაც დამსხდარიყვნენ ყველა ერთად ერთზე გადაეწყდათ. რის მიხედვით მოხდა არჩევა 27 წიგნისა, ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. მეორე საუკუნის ბოლოს გამოჩნდება, როგორც ვახსენეთ, ეს მურატორიუმის კოდექსი, სადაც ჩამოთვლილი არის წიგნები, რომელიც ავტორის თვალსაზრისით უნდა იყოს წესით ქრისტიანულ საღვთო-წერილში. ოღონდ ამ წიგნებში არ არის ზოგიერთი წიგნი, რომელიც ქრისტიანულ საღვთო-წერილშია და არის ის წიგნი, რომელიც არ არის ქრისტიანულ საღვთო-წერილში. მაგალითად, პეტრეს აპოკალიფსისი, პეტრეს გამოცხადება, რომელიც ამ პირველ უძველეს სიაში ქრისტიანულ საღვთო-წერილში არის და მოგვიანებით არ იქნება. რისი მიხედვით მოხდა ამ წიგნების შერჩევა? რამ განსაზღვრა მათი ავტორიტეტი? რამოდენიმე ფაქტორი იყო. პირველი, როდესაც თანდათანობით იკრიბებოდა ეს ტექსტები, თვლიდნენ, რომ რომელი ტექსტი იყო ყველაზე მეტად გავრცელებული ქრისტიანებს შორის. პირველი კრიტერიუმი. მეორე, ეს ტექსტები რამდენად იყო ავთენტური და რამდენად მოედინებოდა ეს ტექსტები ადრინდელი წყაროებიდან და რამდენად იყო ეს ტექსტები დაკავშირებული მოციქულთა ეპოქასთან. როგორც გითხარით, თავდაპირველად ეს სახარებები ავტორის სახელობის გარეშე არსებობდა. მოგვიანებით მათ მიაწერეს სახელები გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ ვახსენეთ, რის გამო მოხდა ლუკასთან ასოცირებული ამ ტექსტისა. ამის გარდა არსებობს მარკოზის სახარება. ლუკა რატო ჩათვალეს ავტორიტეტულად? იმის გამო, რომ ლუკა ამჟღავნებს გულწრფელ პატივისცემას, მოწიწებას პავლე მოციქულთან და ასევე ჩანს, რომ ის ლუკა მახარებელი იყო ასოცირებული პავლესთან. და რატო ისინი თვლიდნენ, რომ ეს წიგნი ლუკას დაწერილია, ლუკას დაწერილი წიგნი პავლესთან ასოცირების გამო უნდა ყოფილიყო ქრისტიანულ საღვთო-წერილში. მარკოზის სახარებასთან დაკავშირებით. მარკოზის სახარება ფიქრობდნენ, რომ ეს დაწერილიყო მარკოზის მიერ, რომელიც ადრინდელ ქრისტიანულ წყაროებში გამოჩნდება, რომელიც იყო ასევე პეტრესთან ასოცირებული ადამიანი და მარკოზის სახარება მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეკუთვნის თვითმხილველს, ისევე როგორც ლუკას სახარება არ ეკუთვნის თვითმხილველს, აღმოჩნდა ქრისტიანულ საღვთო-წერილში პეტრეს გამო. მარკოზი პეტრეს გამო, ლუკა პავლეს გამო. ანუ ესენი იცნობდნენ ადამიანს, რომელიც იცნობდა ქრისტეს. ესენი იცნობდნენ ადამიანს, მაგალითად, მარკოზის სახარების ავტორი შეიძლება სცოდნოდა ადამიანი, ვინც იცნობდა ქრისტეს. რაც შეეხება ლუკას, ლუკა იცნობდა პავლეს. პავლე ქრისტეს ფიზიკურად არ შეხვედრია, მას შეხვდა მხოლოდ ხილვაში. ლუკა იძახის თავისი ორივე წიგნს აქვს ესეთი ერთნაირი მსგავსი დასაწყისი, ლუკას სახარებას და მოციქულთა საქმეებს. ნათქვამია, რომ ამ წიგნს გიძღვნი ღირსეულო თეოფილე. ხო, ეს თეოფილეზეც მინდოდა მეთქვა, რო ვკითხულობდი, მე ფიქრებოდა, რომ
ეს შეიძლება ლიტერატურული ხერხი იყოს, თქვათ აი დრამატურგიულად ჩამთრევი არის რა, როცა პირველ პირში წერ და ვიღაცას მიმართავ და ყველა ადამიანს ეს პირადი მიმოწერა აინტერესებს და თქვათ ლუკა ექიმი კითხველს უღვივებს ინტერესს იმ ტექსტისადმი, რომელსაც შემდგომ სთავაზობს. თუ ეს არის კონკრეტული პიროვნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ეს ვარაუდი სიმართლე გითხრათ მე ძალიან მომწონს. წიგნი ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები დაწერილია ღირსეული თეოფილესათვის. ვინ არის ღირსეული თეოფილე, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით. თვითონ სახელი თეოფილე ნიშნავს ღვთისმოყვარულს, რაც აძლიერებს ამ ეჭვს, რომ ხომ არ არის ეს ლიტერატურული ხერხი და ხომ არ არის თეოფილე ლიტერატურული გმირი. მაშინ ბევრს ერქვა თეოფილე? თეოფილე შეიძლება ყოფილიყო საკმაოდ გავრცელებული სახელი. ძალიან არა, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო გავრცელებული სახელი. მაგრამ შეიძლება თეოფილე ასევე ყოფილიყო რომელიმე წარჩინებული ადამიანი, ვისაც რომაელი, რომელსაც ავტორმა მიუძღვნა ჯერ ერთი წიგნი სახარება, მერე მეორე წიგნი მოციქულთა საქმეები. ეს ორი ვარაუდი ერთნაირად ვალიდურია, ერთნაირად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ადრინდელ ქრისტიანობაში არ აყვავს არც ერთი გმირი პერსონაჟი, რომელსაც ერქმევა თეოფილე. რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ეს ხომ არ არის ლიტერატურული ხერხი და თეოფილე ხომ არ არის ლიტერატურული გმირი. რაც მირჩენია რომ ასე იყოს. თქვენ რაღაც კარგა გქონდათ გამზადებული, თუ როგორ წაგვიყვანა ლუკას სახარებაზე მსჯელობა. აი მე რიგით მოკვდავს რომელი კაი ამბით დამიჭერდით და მომასმენებდით თქვენს თხრობას. ადვილი არ არის. მე უნდა ვიცოდე პირველ რიგში როგორი ფსიქოტიპის ადამიანი ხართ. ადამიანი, რომელიც მიდრეკილი არის ფილოსოფიისაკენ, ასეთ ადამიანს ბჭყალებში დაიჭერდა იონეს სახარება. უაღრესად ფილოსოფიური. ადამიანს, რომელსაც აინტერესებს სოციალური განზომილება რელიგიისა, ემპათია, თანაგზნობა, ასეთ ადამიანს დაიჭერს აუცილებლად ლუკას სახარება. ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ბრუტალური სიმართლე და ნუგეშის მიღმა, ასეთ ადამიანს აუცილებლად დაინტერესებდა მარკოზის სახარება. ხოლო ადამიანს, რომელსაც აქვს ბუნებრივი მიდრეკილება კანონის ერთგულებისაკენ, კანონების დაცვისაკენ, მერჯულეობისაკენ, მას აუცილებლად დაინტერესებს მათეს სახარება. ასე რომ ერთი სახარება არ არსებობს, რომელიც ყველა ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. ეს დამოკიდებული ადამიანის ფსიქოტიპზე, მის პრეფერენციებზე, მის ფილოსოფიურ დამოკიდებულებაზე, მისი აზროვნების წესზე. სოციალურ საკითხს შეეხეთ ლუკას სახარებაში, ხო ასე? ამ 4 სახარებიდან ყველაზე სოციალური არის ლუკას სახარება. კაფეოდ გამოხატულით. ხო, ყველაზე მეტად რაც გვაკლია ქართულ ისტორიოგრაფიაში, ძირითადად ჩვენ ვცით ხოლმე სულ მეფეების ამბები და აქა-იქ თავადების და ხალხთან რა ხდებოდა, ანუ როგორი სოციალური გარემოა, ვინ რას ჭამს, ვინ რას განიცდის, მოკლედ, არაფერი ჩვენ ხალხის შესახებ არ ვიცით. და ხო, ეხლა ეს სოციალური რო ახსენეთ, რაღაცნაირად მომხიბლა. ეს აქვს, ეს კაფეოდ აქვს ლუკას სახარებას. სხვა დანარჩენი სახარებისაგან გამორჩევით. მაშინ გისმენთ და მოყვებით ბოლომდე. Right, მე ასევე ველი თქვენგან კითხვებს, ბძაფრ კითხვებს, რაც შეიძლება, მოდი ნაბიჯ გავყვეთ თხრობას. კეთილი. ავტორობის საკითხს მეტნაკლებად შევეხეთ, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა შედარებითი ნაწილი ავტორობასთან მიმართებაში. ორტომეული ერთს ქრისტიან საღვთო წერილში თავმოყრილი, ორი წიგნი, ორტომეული, რომელიც ეკუთვნის ერთ ავტორს. მოხერხებულობისათვის ამ ავტორს ვეძახით ლუკას. საინტერესო ის არის, რომ ეს ორტომეული ჟანრობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე ორტომეული დაწეროს და სხვადასხვა ჟანრისა იყოს ეს ნაწარმოები. პირველი ტომი, ეს არის ლუკას სახარება, არის ბიოგრაფიულ ხასიათზე, ბიოგრაფიულ ქარგაზე აწყობილი. ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ეს პირველი ნაწარმოები განსხვავებით მარკოზისაგან არის აწყობილი ბერძნულ რომაული ბიოსის, ანუ ცხოვრების ქარგაზე. როგორც იწერებოდა ბერძნულ რომაული ბიოგრაფიები წარჩინებული ადამიანებისა, ამავე ქარგაზე არის აწყობილი სწორედ ლუკას სახარება. განსხვავებით მარკოზის სახარებისა, თქვენ გახსოვს, მარკოზის სახარება იწყება მაშინ, როდესაც უკვე დავაშკაცებულია, ინათლება და ნათლობის ამბის აღწერით შევხვდებით იესოთ. უკვე ხო, 30 წელი რას აკეთებდა ქრისტე, არაფერი არ ვიცით. არ ვიცით. მაგრამ ლუკას სახარება ამით განსხვავებული არის მარკოზის სახარებისაგან. ის იწყება არა მარტო იესოს შობით, არამედ შობამდე იესოს ჩასახვით იწყება. ეს ბოდიში ისე რაღაც მაზალო კითხვა გამიჩნდა. რატო უნდა ვენდო ლუკას მონაღოლს? არა, მკითხველს არანაირი ვალდებულება არ აქვს ვინმეს ენდოც. მკითხველმა უნდა წაიკითხოს და სცადოს დაინახოს ის, რასაც ის გვაძლევს. ამ ეპოქისათვის ბერძნულ რომაულ სამყაროში, როდესაც ვინმეს ბიოგრაფიის თხრობა უნდათ, მიმართავდნენ გაზვიადების ხერხს. მაგალითად, თქვენ თუ ნახავთ პლატონის დაბადების ამბავს, როგორ დაიბადა პლატონი. პლატონი მამამისისგან არ დაბადებულა. პლატონის ჩასახვაში მონაწილეობდა აპოლონი. ჩვენ თუ ნახავთ ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ამბავს. ალექსანდრე მაკედონელი ჩაესახა დედამის, არა მამამისის, ფილიპე მეორეს მეშვეობით, არამედ თავად ზევსის მეშვეობით. ეს იყო ხერხი, რომელსაც ბერძნულ რომაულ სამყაროში მიმართავდნენ ავტორები, იმისაც რომ მკითხველს თავიდანვე ეგზნო, რომ ეხლა ჩვენ უნდა გიამბოთ გამორჩეული ადამიანის ამბავი. სწორედ ამ ქარგაზე არის აწყობილი იესოს დაბადების ამბავი, ლუკას სახარება მთლიანად და მე როგორ არის, დაიბადება არაორდინალურ ვითარებაში, აქ მის დაბადებასთან ახლავს სასწაულები, ლაპარაკობ ბერძნულ რომაულ ცხოვრებებზე, ხოლო შემდეგ ცხოვრებას დაამთავრებს იმით, რომ ის სწავა ზეცაში. რა საინტერესოა ამის მოსმენა, გულწრფელად პირველად მოვისმინე ეს დაპარალელება, იმიტომ რომ და რატოა საინტერესო და მნიშვნელოვანი. ადამიანებს, რომლებიც ცდილობთ რაციონალურად ვიაზროვნოთ და უფრო მეტად გვჯერა მეცნიერების, მაგრამ ასევე ვართ განწყობილი რწმენისადმი კეთილად, დადებითად. მაგრამ რაღაც ჭია გვჭამს, რომ აი როგორ გინდა რომ ეხა ეს დაიჯერო ამბავი ერთის მხრივ როცა ეკლესია გეუბნება რომ ქრისტე არის ისტორიული პერსონა, ის ნამდვილად არსებობდა და მეორეს მხრივ დაიჯერო ის ისტორია თუ როგორ იშვა თავად ქრისტე. ეს ორი რაღაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და მე მგონია რომ რაღაც გამოგონილ ამბავს გაჯერებენ. და არავინ არ გვიხსნის რომ რატომ არის ეს ამბავი ასე მოთხრობილი. ამიტომ მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის აი ეს თქვენი ახსნა იქნება ძალიან ძვირფასი და საინტერესო. საქმე ეს არის ლიტერატურული ხერხი, რომელიც ფართოდ გავრცელებულია არა მარტო რომაულ სამყაროში, არამედ ჩვენ კულტურაში. მოდი ჩვენი კულტურის პერსპექტივიდან შევხედოთ ამ ამბავს. როდესაც ქართულ ფოლკლორს, ქართულ მითოლოგიას უნდა გითხრას, რომ ვახტანგ გორგასალი იყო ძალიან მაგარი მეფე. მემატიანეს ანდა ავტორს ფოლკლორისა შეიძლება თქვა, ის იყო ძალიან მაგარი მეფე. მაგრამ როდესაც ვინმეზე ამბობს, რომ ძალიან მაგარი მეფე, so what? მაგარი მეფების მეტი ვინ არის? მაგრამ როდესაც გინდა რომ ძალიან მაგარი მეფის ამბავი მოყვა, ეს ამბავი მისი ამბავი უნდა გააზვიადო. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან შემოესმა რეკვა, იალბუზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა. კითხვას რომელიმე მკითხველს სჯერა, რომ ვახტანგ გორგასალმა იალბუზე შედგა ფეხი და მართლა იალბუზმა დაიწყო დრეკა. არავის არ სჯერა. მაგრამ ეს არის ხერხი, რომელთაც ავტორი გვეუბნება, რომ ვახტანგ გორგასალი ძალიან მაგარი მეფე იყო. ხო და აი ეს ხერხი, რომელსაც კი ბატონო, გამართლებულია, რომ ეს ქრისტიანი მამები თავის დროზე ამ ლიტერატურულ ხერხს, ასე ვთქვათ, უწოდოთ მას ლიტერატურული ხერხი, იყენებდნენ. აი, ჩვენ ლიტერატურასთან გვაქვს საქმე. საუკეთესო ლიტერატურასთან. იყენებდნენ იმისთვის, რომ ეს კაი ამბავი, ანუ სახარება, მიეტანა და გავრცელებინათ ბევრ ადამიანამდე, ხო? მაგრამ ეს ხერხი მოძველდა 21 საუკუნეში. ახლა მსგავსი თხრობა ამბის მე რეალურად კი არ მაახლოვებს ქრისტესთან, არამედ მაშორებს და რაც გულისხმობ იმას, რომ თუ მაშინ ეს ასეთი თხრობა უფრო მეტად განგაწყობდა ამის მოსასმენად, ახლა გიჩნდება განცდა, რომ კაი რა რაღაც ღაპრებს ნუ მიყვები. ზღაპარი ზოგადად ცუდი რამ სულაც არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა საღვთო წერილის კითხვისა სწორედ ის არის, რომ მკითხველი ცდილობს ან და მკითხველს შთააგონებენ, ასწავლიან, რომ ეს ტექსტი სიტყვით გაიგოს, როგორც წერია, ასე გაიგოს. ხოლო მკითხველს თუ ეტყვი, რომ ეს არის შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც გველაპარაკება უმშვენიერეს ამბავზე, რომელიც წარსულში მოხდა და მკითხველის ინტელექტზე არ გვექნება ძალადობა, რომ სიტყვით დაიჯეროს, რაც აქ არის, მაშინ მკითხველისათვის ეს ამბავი ვგონებ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, რამდენი წელია ეკლესია მკითხველის ინტელექტზე ძალადობს? სამწუხაროდ ეს ტენდენცია არის, ოღონდ ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ეს ტენდენცია არც ისეთი ძველია, როგორც შეიძლება გვეჩვენებოდეს. მართლა? რაციონალიზება ქრისტიანული საღვთო წერილისა, ბიბლიისა დაკავშირებული არის რაციონალიზმის ეპოქასთან 18-19 საუკუნეში, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს ჯერ ისწავლეს წიგნის კითხვა და დაიწყეს წიგნის კითხვა და იმ ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე დაიწყეს ამ ტექსტის რაციონალიზება. რაციონალიზება ამ ტექსტს არ ჭირდება. ეს არის უმშვენიერესი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც აქვს უზარმაზარი ძალა. აქონდა ეს ძალა და მე ვფიქრობ, იგივე ძალა აქვს დღესაც, თუ კი გამოვრიცხავთ ძალადობას ნებისმიერ ინსტიტუციის მხრიდან, მკითხველის ინტელექტზე და მკითხველს მისცემს შესაძლებლობას, რომ ლაღად და თავისუფლად წაიკითხოს ეს ნაწარმოები. ერთი სერიალი არის ვატიკანზე, პაპზე და იქ ერთ-ერთი კარდინალი კვდება და რეჟისორს არაჩვეულებრივი უმორის გრძნობა აქვს და სხვა მეორე კარდინალი მესამეს ეკითხება, რომ ეს კარდინალიო რითი გარდაიცვალაო რა და იმისგანო, რისგანაც ჩვენი ეკლესია მოკვდებაო, სიბერისგანო. ძალიან მეძვირფასება ეხლა თქვენ როგორც მე მიხსნით და ვინც მოგვისმენს ყველა იმ ადამიანს. ეკლესიის წინამძღოლობა ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით ქრისტიანულ თეოლოგიაში ჩაბარებულია ღმერთის სულს, რასაც დაბერება არ უწერია და ღვთის სულს შეუძლია განაახლოს ეკლესია ნებისმიერ თაობაში, ნებისმიერ ეპოქაში ეს ხდებოდა წინათ, ეს ხდება ნაწილობრივ ახლაც და უსათუოდ მოხდება, რადგან ეკლესია თავის წიაღში ატარებს გზავნილს, რომელიც იესო ქრისტეს მოძღვრებასთან არის დაკავშირებული ღმერთის უპირობო სიყვარულის შესახებ და ამაზე შთამბეჭდავი ეთიკური ნორმა არავის არ შემოუთავაზებია. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ თანამედრეობისათვის ამ ძველ ტექსტს აქვს სათქმელი ძალიან მკაფიო, ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან
დამაჯერებელი. თუ კი მკითხველს გავათავისუფლებთ ამ სრულწარმოდგენებისაგან, რომ სიტყვით რაც წერია, ყველაფერი უნდა დაიჯეროს. მე მგონი წინა შეხვედრაზე ვახსენეთ C.S. Lewis-ი, რომელიც იყო მე-20 საუკუნის ცნობილი თეოლოგი, მწერალი, ნარნიის ქრონიკების ავტორი, კი ბატონო, და მას ეკუთვნის ასეთი ფრთიანი სიტყვა, რომ როდესაც სახარება მეუბნება, სახარებაში მართლაც არის ნათქვამი, რომ იყავით უმანკონი როგორც მტრედნი და ბრძენი როგორც გველნი. და როდესაც სახარება მეუბნება, რომ უნდა ვიყო მტრედივით უმანკო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კვერცხები უნდა დავდო, როგორც მტრედიდებს კვერცხებს. არ შეიძლება ამ ტექსტის ბუკვალური კითხვა, რადგან ამ ტექსტში არის უფრო ძვირფასი, ღრმად ჩაფლული და ჩამარხული, ვიდრე ის ზედაპირზე არის. ჩემთვის და მკითხველისათვის ეს იესოს შობის ამბავი, რომელიც ლუკას სახარებაშია, უაღრესად შთამბეჭდავია. მარკოს სახარების ავტორს ეს არ სჭირდებოდა, არც იოანეს სახარების ავტორს არ სჭირდებოდა ეს, თვლიდა რომ ამის გარეშეც შეეძლო სათქმელის თქმა. მაგრამ ლუკას სახარების ელეგანტურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისი ეპოქისათვის გასაგებ დახვეწილ მშვენიერ ენაზე და ასევე გასაგები ფორმით სთავაზობს კითხვას ამ საოცარ კარგ ამბავს. ჩვენ გვჭირდება ამ ორტომეულის შესახებ საუბარი, დავიწყეთ და უნდა დავამთავროთ. ჩვენ საქმე გვაქვს ორტომეულთან, ერთი ჟანრობრივად არის ცხოვრება, ბერძნულ რომაულ ყაიდაზე აგებული, ხოლო მეორე არის ისტორია, ასევე ბერძნულ რომაულ ყაიდაზე აგებული. ორივე წიგნს ჩვენ რაც თავის დროზე რა თქმა უნდა მოციქულთა საქმეებსაც შევისწავლით, მაგრამ ამ ეტაპზე იმის ცოდნა მნიშვნელოვანი, რომ ამ ორ წიგნს აქვს ერთი სულისკვეთება. მკითხველს უთხრა, რომ ის რაც მოხდა იუდეაში, ებრაელების წიაღში, ეკუთვნის არა მარტო ებრაელ ხალხს, არამედ მთელ სამყაროს. დანარჩენზე, როდესაც მივადგენთ მოციქულთა საქმეებს, იქ აღმოვაჩენთ, რომ კარგაც მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ოსტატი არის. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ლუკას სახარების ავტორი არის ყველაზე საუკეთესო ავტორი ახალი აღთქმის ავტორებს შორის 27 წიგნში. რადგან ერთი ელეგანტურად წერს, ლამაზად წერს და სტრუქტურა აქვს ძალიან ოსტატურად დალაგებული. მაგალითად, სახარებაში იწყება იმით ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანები ინათლებიან და მიყვებიან იესოს. აქ მოციქულთა საქმეებშიც არის ნათლობა და მიმდევრობა იესოსი. იესო იდევნება სახარებაში, იესოს მიმდევრები იდევნებიან მოციქულთა საქმეების მიხედვით. იესო იმარჯვებს მოძალადეებზე, ასევე მოციქულები და იესოს მიმდევრები იმარჯვებენ მოძალადეებზე, იმით რომ ეს ამბავი, რომელიც მიყრუებულ პროვინციაში, იუდეის მიყრუებულ პროვინციაში მოხდა, იერუსალიმიდან ჩააღწევს რომში და ამ ორი წიგნის ერთობლიობა სწორედ ამით არის შეგრული, რომ ამბავი იწყება იუდეაში და ჩადის რომის იმპერიის დედაქალაქში, იმჟამებელი მსოფლიოს გულისგულში, რაც აღქმულია როგორც ტრიუმფი იესოს მოძღვრებისა. და ახლა გადავიდეთ თავად სახარებაზე. კაი ამბავი, აზრობრივი თარგმანი. მოდი ესე ვიკითხავ. რა შეიძლებოდა გამოგვჩენოდა ჩვეულებრივ რიგით მკითხველს აზრობრივი თარგმანის გარეშე, რაზეც თქვენ ისურვებდით, რომ ჩვენი ყურადღება ახლა მივმართოთ ამ ამბისკენ. პირველ რიგში, როდესაც მკითხველი კითხულობს ლიტერატურულ თარგმანს ახალი აღთქმისა, უცნაური რამ ხდება. მკითხველს აქვს იმისი განცდა, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამი სახარება, მათე, მარკოზი, ლუკა, რომელსაც სინოპტიკურ სახარებებს ვეძახით, იმის გამო, რომ ამ სახარებებში არის დაახლოებით ერთი და იგივე პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე სხვადასხვა რამეს ამბობს, დრამატულად განსხვავებულ რამეს ამბობს, სამივე ლაპარაკობს იმაზე, რომ იესო არის ღვთისაგან მოვლენილი მესია. ასევე
სამი ვლაპარაკობს იმაზე, რომ ის იესო არის აპოკალიპტური მქადაგება, რაც ნიშნავს იმას, რომ იესო ქადაგებს, რომ მოინანიეთ სასწრაფოდ არიქა მოახლოებული არის ღვთის სამეფო, მოახლოებული არის ღვთიური მართვა-გამგეობის დადგომის ეპოქა. რაც ჩვენ არა გვაქვს მეოთხე სახარებაში, რომელსაც სინოპტიკურს არ ვეძახით სწორედ ამის გამო, რომ იქ განსხვავება დანარჩენი სამი სახარებისგან. როდესაც ადამიანი კითხულობს ამ სამ სახარებას, ლიტერატურულ თარგმანში უჩნდება ამისი შთაბეჭდილება, რომ ეს სამი წიგნი ერთსა და იმავეს ლაპარაკობს და ჰარმონიულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. არ არის. იქნება ამისი ილუზია, რომ სამივე ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს. იქნება იმისი ილუზია, რომ სამივეს ერთნაირი თეოლოგია აქვს. არა აქვთ. სამივეს აქვს განსხვავებული თეოლოგია. აზრობრივი თარგმანის ამბიცია ის არის, რომ მკითხველს დაეხმაროს, რომ გაარჩიოს და გაარკვიოს, რითი განსხვავდებიან ეს ტექსტები, ეს ავტორები, ეს სახარებები ერთმანეთისაგან და რა მარგალიტებს შეიცავენ ისინი, რომელსაც სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერ ხედავდეს მკითხველი. მოდით 1-2 მარგალიტი გავიზიარეთ, იმიტომ რომ რაღაც უკვე მეგონი 9 საათზე მეტია ვსაუბრობთ ლუკაზე და მსმენელსაც გავჩნდებოდა ეს წყურვილი ლუკასეული კაიამბის. ლუკასეული კაიამბის. Right. კი ბატონო. ლუკას სახარება. ჩვენ ვნახეთ მარკოზის სახარება. მარკოზის სახარება გვეუბნება იმის შესახებ, რომ მე მგონი ამის გახსნება იქნება აქ გამართლებული, არა? კი. მარკოზის სახარება გვეუბნება, რომ იესო არის მარტო. მისი არავის არ ესმის. დედას, დედმამიშვილებს, მოციქულებს, ახლობლებს, გამლელებს მარტოა. ის სასოწარკვეთილია. ეს სასოწარკვეთილება განსაკუთრებით გამოჩნდება გეთსიმანის ბაღში და ამაზე შეიძლება ოდნავ მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. იესომ არ იცის რა ხდება მის თავს. დარწმუნებული არ არის. სასოწარკვეთილია. აგონიაშია. სიკვდილამდე დამწუხრებულია ჩემი სული, ამბობს იესო მარკოზის სახარებაში. და ასრულებს თავის სიცოცხლეს ძალიან ტრაგიკული სიტყვებით. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მემატოვე? ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი. ლუკას სახარება, სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ მარკოზის შემდეგ წაგვიკითხა ლუკას სახარება. ლუკას სახარება არის დრამატულად განსხვავებული. ლუკას სახარება განძარცული არის სასოწარკვეთილებისაგან. იესომ ძალიან კარგად იცის რა ხდება მის თავს. ის არის მშვიდი, აუღელვებელი და ზოგ შემთხვევაში ამ სახარების მკვლევარები ლუკას სახარებას ეძახიან ტანჯვისა და ნებისაგან დაცლილ სახარებას. რადგან იესო ყელმოღერებული დააბიჯებს ამ სახარების ტექსტის მიხედვით. ერთ შემთხვევაში თუ იესო ასრულებს თავის სიცოცხლეს ასე ტრაგიკული სიტყვებით, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მემატოვე? ლუკას სახარებაში იძახეს, ღმერთო, შენთვის მომიდია ჩემი თავი. ეს არის მისი ბოლო სიტყვები. სხვაობა ხო არა? შეიძლება ადამიანი არც დააკვირდეს თუ ამას კითხულობს ლიტერატურულ თარგმანში და ჩათვალოს ერთი და იგივე. არ არის ერთი და იგივე. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სასოწარკვეთილება და მეორე შემთხვევაში გვაქვს თავდაჯარებულება. იესომ იცის რა ხდება მის თავს. კიდევ ერთი რამ, მე არ მახსოვს მარკოზის სახარების კითხვისას თუ თქვით და ვახსენეთ ეს ამბავი. ჩვენ გვაქვს უამრავი ხელნაწერი და ზოგადად ამის ცოდნაც არის მნიშვნელოვანი ალბათ ჩვენ მკითხველისათვის. არც ერთ ჩვენ წიგნს 27 წიგნი გვაქვს ამ ქრისტიანულ საღვთო წერილში, არც ერთი წიგნის დედანს არ მოუღწევია ჩვენამდე.
რამაც ჩვენამდე მოაღწია ასლები და ყველა გადამწერს აქვს ზოგ შემთხვევაში დიდი, ზოგ შემთხვევაში ნაკლები იაღლეში გადაწერის დროს. ჩვენ ამაზე არ შევაჩერებთ ყურადღებას, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენ გვაქვს უამრავი ხელნაწერი, რომელშიც არის სხვადასხვანაირი იკითხვისები, სხვადასხვანაირად იკითხება ტექსტი. და ერთ-ერთი ტექსტი, რომელიც ასევე ძველი ტექსტი არის, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში ახალი აღთქმის მეცნიერები არც კი ლაპარაკობენ, არის მარკოზის სახარების ეს ფრაგმენტი, სადაც ნათქვამია, როდესაც იესო ამთავრებს თავის სიცოცხლეს, ბოლო სიტყვები მისი პირიდან რაც ამოდის, არის არა ღმერთო ჩემო, რატომ მეთომე? არამედ იძახის ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე? და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იესოს სასოწარკვეთილებას. მთელი ამ თავისი სასამართლოს განმავლობაში იესო დუმს ერთხელ ამოიღებს ხმას მარკოს სახარების მიხედვით. პილატე ეკითხება, შენ ახარ მესია? და ბერძნულად ასე წერია, სულეგეი, შენ ამბობ, რას ქვია სულეგეი, რას ქვია შენ ამბობ? შენ ამბობ, რომ შენ ვიამბობ, რომ მე ვარ მესია? თუ შენ ამბობ, რომ მე ვარ მესია და მე რა შუაში ვარ? ძალიან ძნელი გას იესო არაფერს ალაპარაკობს. მაგრამ გადაშლია ლუკას სახარებას და აღმოჩნდება, რომ იესო ენას არ აჩერებს. როდესაც მიყავთ ჯვარზე გასაკრავად, რაც მარკოს სახარებაში არ არის, ქალები დაინახავენ ამ იესოს ახალგაზრდა კაცი მიყავთ დასაჯერად და ტირიან. მოუტრიალდება იესო და უბნება, ჩემს რა გატირებთ? თქვენ თავზე იტირეთ. მიიყვანენ ჯვარზე გასაკრავად, ჯვარზე აკრავენ იესოს და იესო იძახის, აპატიე ჩემო ზეციო, რომ შობელო, რადგან არ იციან ამათ რას აკეთებენ. საოცარი რამ არის. მარკოს სახარებაში ორივე ავაზაკი, რომელიც იესოს მარჯვნივ და მარცხნივ არის გაკრული, ლანძღავს იესოს. ლუკას სახარებაში ერთი ლანძღავს. და იესო და ავაზაკი შედიან დიალოგში. და იესოს ამ სიტყვებით, რომელთაც ასრულებს ის თავის ცხოვრებას, არის თავდაჯერებული აღსასრული. რომაული ასისთავი, რომელიც დგას ვინც აღასრულებს ჯვარცმას, მარკოს სახარებაში იძახის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამოიცნობს იესოს, ეს იყო ნამდვილად ღვთის შვილი. ლუკას სახარებაში იგივე ასისთავი დგას და იძახის, რომ ეს ნამდვილად ალალმართალი ადამიანი იყო. ხა შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ალალმართალი და ეს ნამდვილად ღვთის შვილი იყო ერთი და იგივე. არ არის ერთი და იგივე. ეს შემთხვევაში არის იესოს აღიარება ადამიანის მიერ, ვინც ნახა იესოს სიკვდილი და მეორე შემთხვევაში არის დადასტურება იმისა, რაც ლუკას სახარების ავტორს სჯერას, რომ იესო უდანაშაულოა. ვინ არის დამნაშავე? დამნაშავეები არიან რელიგიური ესტაბლიშმენტის წარმომადგენლები, რომლებმაც მოუსწრაფეს სიცოცხლე იესოს. სრულებით განსხვავებული მიდგომა არის ამ შემთხვევაში. მაგრად ჩამithრია. მე ხალ ვფიქრობ, ემაზე ვფიქრობ, რა ხარ გავწყვიტოთ და მე გავაგზავნოთ. იმიტომ ძალიან მსუყე რაღაცები არის ამის მერე. ოკეი, თუ მსუყე რაღაცებია, მაშინ უკვე დავასრულოთ. დავასრულოთ თვითი. ლუკას სახარება თეოლოგიურად არის სრულებით განსხვავებული მარკოს სახარებისგან. თუმცა მარკოს სახარების ავტორს და ლუკას სახარების ავტორს, ჩვენ არ ვიცით სამდროში ვინ იყვნენ მათი ავტორები, აქვთ ერთი მიზანი, რომ ანგეშონ იესოს მიმდევრები, რომლებიც დევნას განიცდიან ხელისუფლების მიერ, რელიგიური ხელისუფლების მიერ, საერო ხელისუფლების მიერ. ერთ შემთხვევაში მარკოზი ამას ახერხებს იმის თქმით, რომ შეიძლება ყველაფერი უკუღმა მიდიოდეს, არ გვესმოდეს რა ხდება ჩვენ თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთი თავის საქმეს აკეთებს. და ამისი ვიზუალური პორტრეტი არის თავად იესო, სასოწარკვეთილი, აგონიაში მყოფი, რომელიც
ზღვარზე არის მისული და თუ ის მართლა იძახის ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე, ეს ალბათ კიდევ უფრო მკაფიოდ გადმოხატავს მის სასწარკვეთილებას. მეორე შემთხვევაში გვაქვს ლუკას სახარება, რომლის მიზანიც იგივეა, რომ იესოს მიმდევარი, რომელიც დევნილია ანუგეშოს. მაგრამ ანუგეშოს არა იმით, რომ უთხრას, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, მაგრამ ბოლოს კარგად იქნება, არამედ ეუბნება, რომ როგორც იესო არის თავდაჯერებული თავის ცხოვრებაში, აუღელვებელი ამ სახარებაში, ასევე აუღელვებლად შეუძლია იცხოვროს იესოს მიმდევარმა, რადგან უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება მის მხარეზეა. ორივე ავტორი ერთსა და იგივე მიზანს აღწევს განსხვავებული ხერხების გამოყენებით, იესოს განსხვავებული პორტრეტის დახატვით. ერთ შემთხვევაში იესო არის სასოწარკვეთილი და მეორე შემთხვევაში იესო არის თავდაჯერებული. კეთილი. მსმენელს მაყურებელს უთხრათ, რომ ვისაც დააინტერესებს ახალი აღთქმის აზრობრივი თარგმანის კაი ამბის წაკითხვა, შეუძლიათ ეს წიგნი შეიძინონ სანტა ესპერანსაში, რომელიც არის თბილისში ვაჟი-ფშაველაზე, მარჯანიშვილზე და ორბელიანზე და ასევე არის ქუთაისში, მაგრამ თუ ხართ რომელიმე სხვა ქალაქში ან სოფელში, შეგიძლიათ გამოიწეროთ კიდევაც და პოსტით ჩამოგიტანენ. მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე.